ხმაურიანი აღმოჩნდა დეპუტატების შეხვედრა ფარმაცევტული პროდუქტების მწარმოებლებთან. სურსათის შემდეგ დროებითი საპარლამენტო კომისია ახლა წამლებზე ფასების ფორმირების შესწავლას და კომპანიების საოპერაციო ხარჯების მოკვლევას იწყებს. დღეს საკანონმდებლო ორგანოში მედიკამენტების ადგილობრივი მწარმოებლები და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები მივიდნენ. იყო საკმაოდ კრიტიკული შენიშვნები და პრეტენზიები ორი კომპანიის ავერსი რაციონალისა და GM Pharma-ს მიმართ, რომლებსაც წამლების ნაწილზე რეფერენტული ტარიფების დაწესებამდე არსებული საკმაოდ მაღალი ფასები შეახსენეს და გარკვეულ манипуляციებსა და გარიგებებზე მიუთითეს. გარიგებების კონტექსტში აქცენტი გაკეთდა იმ გარემოებაზე, რომ რამდენიმე ფარმაცევტული კომპანია კლინიკებს, აფთიაქებსა და სადაზღვევო ფირმებსაც ფლობს. ახლა დროებითი კომისია იკვლევს, არსებობს თუ არა რესურსი, რომ რეფერენტული ფასების პროგრამა გაფართოვდეს. ხელისუფლება არასწორ საფასო პოლიტიკაზე საუბრობს და ფიქრობს, რომ 2023 წლიდან დაწესებული ფასის მინიმალური ზღვარი სხვა წამლებზეც უნდა გავრცელდეს. სურსათის შემდეგ ფასების შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ დღეიდან მედიკამენტების ფასწარმოქმნის ჯაჭვის შესწავლა დაიწყო. დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრებმა მედიკამენტების მწარმოებელ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს მოусმინეს. დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის განმარტებით, ფარმაცევტული ბაზარის სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებადია და წამლების 70%-ზე 7000-ზე მეტ მედიკამენტზე რეფერენტული ფასები მოქმედებს, თუმცა კომისიის მიზანია შეისწავლოს, რამდენად არსებობს იმის რესურსი, რომ რეფერენტული მედიკამენტების ჩამონათვალი გაფართოვდეს და წამლები მოსახლეობისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. რეფერენტული ფასების მოდელი ბაზარზე მუშაობს წარმატებით, ისე რომ ეს პრობლემას არ უქმნის ჯაჭვში მწარმოებელს, GMP სერტიფიკატის მექანიზმი საქართველოში კარგად მუშაობს და ეს იცავს ხარისხს, რაც განსაკუთრებული მნიშვნელოვანია ჩვენი მოხმარებლისთვის და მიმაჩნია, რომ რეფერენტულის მოდელის გაფართოება ასევე შესაძლებელია. განსაკუთრებით მომწონს ის ფაქტი, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვი თქვენ შემთხვევაში მედიკამენტების და შემთხვევაში ორ კომპონენტიანია, რომელიც შედგება მწარმოებლისგან და ქსელ დისტრიბუციისგან, რომელიც როგორც ხედავ გაერთიანებული. ეს იმას ნიშნავს, რომ დამატებითი საოპერაციო ხარჯები ჯაჭვში არ არის. თუ სახელმწიფო რეფერენტული მედიკამენტების სიას გაზრდის, ფარმაცევტული კომპანიები ახალ რეალობას მოერგებიან, თუმცა ეს გადაწყვეტილება ფარმაცევტულ ბაზარზე გავლენას მოახდენს. ასეთია მედიკამენტების მწარმოებელი მსხვილი ადგილობრივი კომპანიების პოზიცია. მათი თქმით, წამლის ღირებულებას არა მხოლოდ რეფერენტული ფასი, არამედ ბაზარზე არსებული შიდა კონკურენციაც განსაზღვრავს. სახელმწიფო რეგულაციის მიხედვით, როგორც არეგულირებს, ისე იქცევა ყველა კომპანია აბსოლუტურად ბიზნესში. დააწესეს რეფერენტული ფასები, დაჯდა რეფერენტული ფასი. ყველა რაღაც პრეპარატები გავიდა, მე გეტყვით, რომ დღესდღეობით 5 პრეპარატი რომელსაც აწარმოებს GMP ყიდის მინუსში. მხოლოდ საქართველოს ბაზარზე რომ ვიმუშაოთ, კომპანია დაიხურება. არსებობს ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც იყიდება რეფერენტულ ფასზე ნაკლებ ფასად კონკურენციიდან გამომდინარე. იმიტომ რომ ანალოგები არსებობს უფრო ნაკლებ ფასად და ჩვენც შესაბამისად ამ კონკურენციიდან გამომდინარე ყიდით იმაზე ნაკლებად, ვიდრე შეიძლება რეფერენტული ფასი იყოს დაწესებული. ფასების შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ ჯამში დღეს 7 მწარმოებელ კომპანიას მოусმინა, თუმცა კომისიის წევრების მხრიდან ბრალდებები და მწვავე კრიტიკა ძირითადად ორი მსხვილი ადგილობრივი მწარმოებლის GM Pharma-სა და ავერსი რაციონალის მისამართით ისმოდა. დეპუტატებმა GM Pharma-ს წარმომადგენლებს მოსახლეობის ხარჯზე გაზრდილი მოგების მარჟის გამო უსაყვედურეს. ამასთან მედიკამენტების მწარმოებელი ორივე მსხვილი ადგილობრივი კომპანია GM Pharma და ავერსი რაციონალი, რომლებიც საწარმოების პარალელურად აფთიაქებს, საავადმყოფოებს და სადაზღვევო კომპანიებსაც ფლობენ, ექიმებთან გარიგებაში და მონოპოლიაში დაადანაშაულეს. ზომის კომპანია შეადარეთ აღმოსავლეთ ევროპის კომპანიას და შეხედავთ, რომ მარჟები მნიშვნელოვნად მაღალი გაქვთ. ამ საქართველოში ადგილობრივ წარმოებაში ყველაზე მაღალი მარჟები თქვენ გაქვთ. ავერსისთან შედარებით და სხვა კომპანიებთან შედარებით. 23 წელში სულ 4% იყო.
ხო 22-ში იყო 31% მიყვეთ ახლა 21. არა, გითხრათ რა. 32%. ერთი წელი ჩაგივარდათ, როდესაც გქონდათ დაბალი და იმას იძახით და 4 წლიდან 3 წელიწადში იყო 31%. 2024 წელს თქვენ საერთო შემოსავლები გქონდათ 185 მილიონამდე. საიდანაც წმინდა მოგება ყველაფრის გადასახადების და ასე შემდეგ დაგრჩათ 60 მილიონი. სანამ სახელმწიფო რეფერენტულ ფასებს არ დააწესებდა, თქვენ ყიდდით ისეთ ფასებად მედიკამენტებს, რომლებითაც ადამიანებს არ შეეძლოთ ფიზიკურად წამალი თავის გადარჩენისთვის ეყიდათ. რა ეთიკით და რა სტანდარტებით მოქმედებთ, როდესაც ფასები წამლებზე აქ არის თითქმის ევროპის დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებითაც კი ძვირი. GM Pharma არ ქმნის ამით საქართველოს ბაზარზე. მხოლოდ 4%-ია GM Pharma-ს წილი საქართველოს ბაზარზე. თქვენ წარმოადგენთ იმ ძლიერ ფარმაცევტულ ჯგუფს, სამედიცინო ჯგუფს, რომელიც ფაქტიურად შეიძლება ითქვას მონოპოლიურად ყველა მიმართულებით არის გაშლილი და სადაც თქვენ გაქვთ უამრავი საშუალება, რომ რაღაცნაირად იმანიპულიროთ პაციენტზე. არა 60% მოგება, საშუალო არის 20% მოგება. ბოდიში 10 ლარიანი წამლიდან 6-ის ნაცვლად წმინდა მოგება რჩება 3 ლარი. თქვენი ქსელის ექიმები ცალსახად თქვენს წარმოებულ პრეპარატებს უნიშნავენ, ეს დანიშნულების ფურცლებით შეიძლება მარტივად დადასტურდეს. ავერსი რაციონალის წამლებს არ ნიშნავენ, მხოლოდ ავერსი კლინიკების ექიმები, სხვა ექიმებიც ნიშნავენ, რომლებიც არ არიან კავშირში და თუ ნიშნავენ, ალბათ კი არა, იმიტომ ნიშნავენ, რომ არის ეფექტური. კონკურენციის სააგენტოსთან დაკავშირებით დაგისვით კითხვა არაერთ გზის კონკურენციის მათ დასკვნაში, როგორც მონოპოლისტი კომპანია. ავარსი ფარმა სახელით ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ გეტყვით ერთ რამეს, რომ იქ სასამართლოშია ეგ საკითხი განსახილველად და შედეგების მიხედვით გამოჩნდება, რამდენად არის მონოპოლისტი ავერსის ჯგუფი. რამდენად ეთიკურია ან სტანდარტებში შედის, რომ თქვენი ჯგუფიც ასევე ფლობს აფთიაქს, მედიკამენტების წარმოებას, საავადმყოფოებს და სადაზღვეოსაც თუ არ ვცდები. და ეს მიდგომა, მაგალითად გერმანიის, პოლონეთის, ევროპის უმრავლეს ქვეყნებში არის აკრძალული. არის თუ არა და შეუძლია თუ არა თქვენი ჯგუფის სხვა ასე ვთქვათ კომპანიებს, მაგალითად აფთიაქს, რომ დააპრიორიტეტოს თქვენი წარმოების წამალი. არც ერთი ავერსის ჯგუფში შემავალი იურიდიული კომპანია არ მიანიჭებს პრიორიტეტს მხოლოდ იმიტომ, რომ ავერსი რაციონალის არის. თუ არ იქნა კონკურენტ უნარიანი ფასი ავერსი რაციონალს. ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია მედიკამენტების ფასწარმოქმნის ჯაჭვის შესწავლას აგრძელებს და მომდევნო სხდომაზე სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებს მოусმენს.